თქვენ ბატონო ფედერალურ ბიუროში ხართ. გაიცანით ჩემ ბეიჯს, გაიცანით. სასიამოვნოა. თქვენი სახელი? აგენტი ი. აგენტი რა კონტია? აგენტი. სახელის პასპორტი. გამჭრიკე რა. რომელ ჯიბეში გიდევთ ბატონო? გული ჯიბეზე. გული ჯიბიდან ამოვაცურებ, პასპორტს გადავხედავ. გული ჯიბაში. ტაქტიკური კამერიდან ამოიღებ ხელბურკილის გასაღებს. გაიწიე ოსმან. შეუხსნი ხელბურკილებს. გაიხადეთ ტანსაცმელი. და დადექით სკამთან. სისრუე და მოტყუებანად რა ხდია? სისრუის დეტექტორი რო არის. ის რო არის, ირა. მან როგორი ძახიან? ის სიმართლე გამოდი. მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. იტყვი მხოლოდ სიმართლეს და არაფერი სიმართლის გარდა? ამე. თქვენ დაგესმათ ბატონო 5 ოფიციალური, 5 არაოფიციალური შეკითხვა, არაოფიციალურებს პასუხი უნდა იყოს დაწვრილებით, ოფიციალურებზე უნდა იყოს მხოლოდ კი ან არა. დავიწყოთ მოდი. პირველი ოფიციალური შეკითხვა. ხარ სანდებით თუ არა რომელიმე კრიმინალურ დაჯგუფებაში? არა კაცო, ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა. სიცრუე წარმატებულად აღმოჩნდა ბატონო, პირველი არაოფიციალური შეკითხვა, რომელ კრიმინალურ დაჯგუფებაში სანდებით სრული სახელი? ბალას გენგ. ზებალას გენგ. ბალას გენგ. კი ბატონო, კარგით. ეს უჩა იქნება, ხო? კარგით. მეორე ოფიციალური შეკითხვა, იცით თუ არა თქვენი მეთაურის დაჯგუფების მეთაურის სახელი და გვარი? ბოდიში რო გითხარ ყრუვარ თქო ცოტა დავიტან გამოდო. თქვენი მეთაურის სახელი და გვარი თუ იცით დაჯგუფების მეთაურის? არა, არც ვიცნობ, არავის არ ვიცნობ. სიცრუე წარმატებულად აღმოჩნდა ბატონო 153. მეორე არაოფიციალური შეკითხვა, ზუსტი სახელი გვარი მითხარით თქვენი დაჯგუფების მეთაურის? უფრო. ოსმანა. ანტიკუე. აკი ანტიკუე. კი ბატონო, კარგით. მესამე ოფიციალური შეკითხვა ბატონო. ამზადებს თუ არა თქვენი დაჯგუფება ტყვია-წამალს? იარაღს ბრონს? არა კაცო, ხო გამჭრიკი, არ მქონდა არაფერია. ხო, ჩემ ცხოვრებაში. ჩემი უფრო კაცო, მეც ხედავ. სიცრუე წარმატებულად აღმოჩნდა ბატონო, მესამე არაოფიციალური შეკითხვა, რომელი სახის ტყვია-წამალს იარაღს და ბრონს ამზადებს? რაღაცა რევოლვერიო. ხო და რაღაცა რევოლვერიო მასე ვიცინე. ბრონი? კი. კარგით ბატონო, მეოთხე ოფიციალური შეკითხვა. გამოირჩევით თუ არა ჩაცმულობის სტილით, ფერით, დრესკოდით? არა კაცო, ჩვენ არაფერი. სიცრუე წარმატებულად აღმოჩნდა ბატონო, მეოთხე ოფიციალური შეკითხვა, რომელი ისა ფერით გამოირჩევით შტატებში? ჩაცმულობით დრესკოდით. როგორ არის? ზოგს რაღაცა ვარდისფერისავით აცვეს, ზოგს კიდე იასამნისფერი. ანუ უფრო რომ თქვენ რა ფერი ბრძანდებით, აი რა ფერი ხარ, რა ფერით გამოირჩევით? მე უფრო იასამნისფერი. იასამნისფერი ფერით გამოირჩევით, კი ბატონო, კარგით. მეხუთე ოფიციალური შეკითხვა ბატონო. გაქვთ თუ არა ბაზაზე, ეგრეთ წოდებულ ბაზაზე, სადაც იარაღებს ინახავთ? სკლადი ეგრეთ წოდებული. არა, კაცო, არა, ჩვენ კი არ ვინახავთ. არა. სიცრუე წარმატებულად აღმოჩნდა ბატონო და ესე იგი გააქვთ თქვენ სკლადი. და მეხუთე არაოფიციალური შეკითხვა. რას ინახავთ ამ ეგრეთ წოდებულ სკლადში? სკლადში მართლა რო გითხრა მე თვალით არ ჩამიხედი. მაგრამ წესით ტყვია-წამალს რა იარაღი. ტყვია-წამალი, იარაღი და ბრონი, ხო? ალბათ დიდი ალბათობით მე არც გქონია შეხება. კარგით ბატონო, წამოდექით ჩაიცვით მორჩა დაკითხო.